საღამოშვიდობის თუ ჩემი გესმით კარგად, თუ შეიძლება დავსვათ პლუსი. თუ ისმის ჩემი ხმა, თუ შეიძლება გამაგებინეთ. აჰა, დიდი მადლობა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე ვარ ახოჯაფარიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, კოუჩი და დღეს მოდი ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის კარიერული ზრდის მთავარი ფსიქოლოგიური ბარიერი. იმიტომ რომ ძალიან ხშირად მომართავენ ხოლმე კლიენტები პირადი კონსულტაციების პროცესში ამ თემაზე და აქვთ ხოლმე ესეთი ჩივილი, რომ დავდივარ ერთ წრეზე, ესე ვთქვათ, განათლებასაც ვიუმჯობესებ, გამოცდილებაც მეტი მაქვს, თავდაჯერებულობაც მეტი მაქვს, მეტი შემიძლია, ამბიციებიც მაქვს, მაგრამ რაღაცა გაურკვეველი მიზეზების და გამო, ასე ვთქვათ, კარიერული ზრდა, პრომოუშენი, სხვა პოზიციაზე ასვლა არ ხდება. ან თუ ხდება დაწინაურება, ფაქტიურად ვაის გავეკეცის ვუის შევეყარე სცენარია, ჯამურად რომ აიღო ადამიანის კეთილდღეობაზე, ეს არანაირად არ აისახება. ხო და მთავარი მიზეზი, იმისთვის რომ გავიგოთ რა არის მთავარი მიზეზი ასეთი ესე ვთქვათ შეჩერების და ერთ წრეზე სიარულის, ხო? ნუ გამოვრიცხოთ ის მომენტები, რომ საკუთარ თავზე არ მუშაობ კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, ასე ვთქვათ, მიზანდასახულობა გაკლია, საკუთარი თავის ბრენდინგით არ ხარ დაკავებული, მარტივად რეპუტაციას არ იქმნი, იმიჯს არ იქმნი, ხო? იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც არის შესანიშნავი პროფესიონალი, მაგრამ ასე ვთქვათ, დიდი მოთხოვნადობით, მაინდა-მაინც და დიდი აღიარებით არ გამოირჩევა, იმიტომ რომ ამ მეორე მხარეს საკუთარი თავის გაყიდვას, ხო, ფართო გაგებით არ ახორციელებს. შესაბამისად, აი ამ რაღაცებს თუ გამოვრიცხავთ, რაც არის ბუნებრივი გასაგები და ასე ვთქვათ, დევს ზედაპირზე. არსებობს ფსიქოლოგიური ფაქტორი, რომელიც ასე ვთქვათ, განაპირობებს იმას, აი მთელ ამ შენს კაპიტალს გამოიყენებ თუ ვერ გამოიყენებ საბოლოო ჯამში, ხო? ამ ცოდნის გამოცდილების შესაძლებლობების რეალიზაციას შეძლებ თუ ვერ შეძლებ. იმისთვის რომ გავიგოთ, ასე ვთქვათ, ამ ფენომენის არსი, მინდა მოგიყვეთ ესეთი საინტერესო ისტორიული მომენტი, როდესაც ასე ვთქვათ, კორეაში ომის დროს 50-იან წლებში რეკორდულად დიდი რაოდენობით ხდებოდა ამერიკელი სამხედრო ტყვეების გადმობირება, ასე ვთქვათ, პირობითად რომ ვთქვათ, კომუნისტურ რელიგიაში. როგორ ხდებოდა ეს? ესე იგი, ტყვეთა ბანაკებში მიმდინარეობდა ტყვეების დაკითხვა და ეს ხმა სამხედროები ძირითადად, ხო, ეს არ იყო მშვიდობიანი მოსახლეობა, ანუ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ასე თუ ისე მორალურად თუ ფსიქოლოგიურად იყვნენ მზად, ან შესაბამისი მომზადებაც კი ჰქონდათ გავლილი, ასე ვთქვათ, იმ კუთხით, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ტყვეობაში, რომ ფსიქოლოგიურად ჰქონდათ, ასე ვთქვათ, უპირატესობა თავის მოწინააღმდეგეებს. ხო და რას აკეთებდნენ, ასე ვთქვათ, იქითა მხარე, კომუნისტური რეჟიმი? აკეთებდა მარტივ რაღაცას. ასე ვთქვათ, დაკითხვის პროცესში რაღაცა მცირე ბონუსის, ასე ვთქვათ, ფასად, მაგალითად, რაც მინიმალური საკვები პირობების გაუმჯობესება, ან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ან დღის რეჟიმის გაუმჯობესება, ან კიდევ ასეთი რამ. სთხოვდნენ უბრალოდ ამ სამხედრო ტყვეს, რომ ის კი არ გაეცა მაგალითად, ხო, სად არის მის საჯარისო შენაერთები, ან რაღაცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. არა, უბრალოდ სთხოვდნენ მას, რომ მოდი იმაში მაინც დაგვეთანხმე, რომ მაგალითად შეერთებული შტატები, ნუ არ არის სრულყოფილი ქვეყანა, ხო? აი ესეთი ზოგადი ფორმულირება. ან რომ მაგალითად კომუნისტურ ქვეყნებში კრიმინალური ფონი და ასე ვთქვათ, უმუშევრობა გაცილებით უფრო დაბალია. ეს არის ესეთი მარტივი, ბანალური ჭეშმარიტებები ერთის მხრივ, რისი დათანხმებაც არის საკმაოდ იოლი. და ადამიანი იძახდა, ნუ ხო, კაი, არ არის შეერთებული შტატები.
სრულყოფილი ქვეყანა და იდეალური ქვეყანა. ამ დროს მას სთხოვდნენ რომ დაეზუსტებინა კონკრეტულად რაში თulis, ასე ვთქვათ, შეერთებულ შტატებს არა იდეალურ ქვეყანად. არ ვიცი, კარაქი ღირს უფრო ძვირი ვიდრე საფრანგეთში. რაღაცა აბსოლუტურად მინიმალური უწყინარი და უსუსური. შემდეგ რომ დაიღლებოდა უკვე ამ დაკითხვის დროს, ასე ვთქვათ, სთხოვდნენ ამ ადამიანს რომ ჩამოეწერა ყველა ის, ასე ვთქვათ, არგუმენტი, რომელიც ამყარებდა მის პოზიციას იმასთან მიმართებაში, რომ შეერთებული შტატები არ არის სრულყოფილი ქვეყანა და სთხოვდნენ რომ მოეწერა ხელი თავის სახელი და გვარით. შემდეგ აკეთებდნენ რას? აწყობდნენ შეხვედრებს ამ სამხედრო ტყვეების და ასე ვთქვათ, აი ამ შეხვედრებზე მიმდინარეობდა ასეთი წერილების განხილვა, ხო? ესეთი იდეური მუშაობა. გარდა ამისა, ასე ვთქვათ, ამ არგუმენტაციას ამ ადამიანის სახელით, რომელმაც ასე ვთქვათ, საკუთარი სახელი დასვა ამ ქაღალდზე, ამ მის პოზიციის ტრანსლაციას აკეთებდნენ რადიო გადამცემით მთელს ბანაკში. ტყვეთა ბანაკში და არა მარტო, ასე ვთქვათ, იმ ბანაკში, სადაც თვითონ იყო, არამედ სხვა ბანაკებშიც, ხო? ანუ ძვირფასო ამერიკელებო, ამერიკა არ არის სრულყოფილი ქვეყანა, ამიტომ კარაქი ღირს უფრო ძვირი, მანქანები დადის უფრო ნელა, ამინდია უფრო ცუდი და ასე შემდეგ. აბსურდი, რაღაც ძალიან წვრილმანი რაღაცაები და ამას ჩვენ არ ვამბობთ, ამას ამბობს აი თქვენი ძმა და მეგობარი, ასე ვთქვათ, თქვენნაირი ამერიკელი, ესა და ეს სახელი და გვარი. და უცებად ეს ადამიანი აღმოაჩენდა, რომ იყო ჩართული საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობდა, ასე ვთქვათ, მტრის გამარჯვებას რეალურად. ხო და მანამდე თუ ქონდა საკუთარ თავზე წარმოდგენა, რომ არის ასე ვთქვათ, ძლიერი ერთგული პატრიოტი თავის ქვეყნის, აქ უკვე ფაქტობრივად აღმოჩნდებოდა, რომ მან გააკეთა ისეთი რაღაცა, თუნდაც სრულმანი, რაც ასე ვთქვათ, აი ამ ძლიერი პატრიოტული მეომრის ხატებაში ვერანაირად ვეღარ ეწერებოდა. და აი აქ უნდა გავიგოთ ერთი მარტივი მექანიზმი, რომელიც ასე ვთქვათ, ხანდახან ძალიან ცუდად იჩენს ხოლმე თავს ადამიანში. ის თუ რას ფიქრობ საკუთარ თავზე, როგორი ვარ მე, მაგალითად, განაპირობებს ჩემს ქცევას, ჩემს მოქმედებებს, ნაბიჯებს, მეტყველებას, ხო? ის თუ რა მოქმედებებს ვაკეთებ, განაპირობებს იმას, რას ფიქრობ საკუთარ თავზე. ესეთი მარყუჟივით არის, ერთი მეორეს ამაგრებს. და კვლევები აჩვენებენ, რომ ადამიანს არ შეუძლია აიტანოს ფსიქიკურად დიდი სხვაობა მას შორის, რას ფიქრობს საკუთარ თავზე და ასე ვთქვათ, რა მოქმედებებს ახორციელებს რეალურად. ხო და რას აკეთებდნენ ეს ჩინელები და კორეელები კომუნისტები? აი ამ მარყუშს, ასე ვთქვათ, ჩახსნიდნენ და ცვლიდნენ მის ამ ადამიანის წარმოდგენას საკუთარ თავზე. ამის შემდეგ რა ხდებოდა? როდესაც ამ ადამიანს ეცვლებოდა საკუთარი თავის ხატი, ანუ კი არ იყო 100%-იანი, ასე ვთქვათ, ლოიალური თავისი ქვეყნის, არამედ ასე ვთქვათ, იყო კრიტიკულად განწყობილი, ხო, რაღაცეებში. შემდეგ მას ეკითხებოდნენ სხვა ტყვეები, რომ რატო გააკეთეს, ხო? რატო თქვი ასეთი რაღაცეები ამერიკაზე და გაწამეს, გცემეს და რა სიტყოდა? მაწამეს და მცემეს? არა. ხო და მაშინ რატო თქვი? და ფაქტიურად ეს დარჩენი ამერიკელი ტყვეები კიდევ უფრო ამყარებდნენ მის შეგრძნებას იმაში, რომ ის არის მათგან განსხვავებული, ანუ თლად ისეთი ლოიალური არ ყოფილა საკუთარი ქვეყნის, როგორც თავიდან ეგონა. და შემდეგ ეს იწევდა იმას, რომ ეს ადამიანი უკვე თავისით მიდიოდა თანამშრომლობაზე, ასე ვთქვათ, ჩინურ და კორეულ კომუნისტურ სტრუქტურებთან. და აი ესე მუშაობს საკუთარი თავის ხატი. რა არის საკუთარი თავის ხატი? საკუთარი თავის ხატი ეს არის წარმოდგენა, ასე ვთქვათ, ჩვენს წარმოსახვაში იმის წარმოდგენა თუ როგორ ადამიანად მიმაჩნია საკუთარი თავი. შესაბამისად, როდესაც საუბარია კარიერაზე,
ერთია რას ვფიქრობ ცნობიერად საკუთარ თავზე, ხო? მეორე მომენტი არის ის, ქვეცნობიერად რა წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე. იმიტომ რომ ხანდახან ხდება ისე რომ აი ეს შემდეგი პოზიცია, რომელიც მინდა, ხო? აღემატება ჩემს წარმოდგენებს საკუთარი თავის შესახებ. არა ინტელექტუალურად, ვიზუალურად აღემატება. ანუ უბრალოდ ვერ ვხედავ ჩემს თავს, ვიზუალურად ვერ წარმომიდგენია აი იმ პოზიციაზე, იმ სამუშაო ადგილზე, იმ ხელფასით, რომელიც მინდა. ან ჩემი ტვინი დაპროგრამებულია ამჟამინდელ პოზიციაზე. სხვა პროგრამა უბრალოდ არ აქვს. და შესაბამისად ვთქვით, რომ სხვაობას მოქმედებებში და ასე ვთქვათ, საკუთარი თავის ხარჯსა და მოქმედებებს შორის მაინდა-მაინც ვერ იტანს ტვინი. და შესაბამისად იმ მომენტებში, როდესაც ადამიანებს აქვს ხოლმე ხელსაყრელი შესაძლებლობა იმისთვის, რომ რაღაცა კარიერული ნახტომი გააკეთონ, აი ამ მომენტებში მათი ფსიქიკა აკეთებს ყველაფერს, რომ მათ ვერ შეამჩნიონ ეს ხელსაყრელი მომენტები. არ ვიცი ყოფილა თუ არ ყოფილა თქვენ ცხოვრებაში, მერე გაგიაზრებიათ, რომ ამა თუ იმ სიტუაციაში ცოტა სხვანაირად რომ მოქცეულიყავით, გაცილებით უფრო შედეგიანი იქნებოდა. ანალოგიური მექანიზმი მუშაობს აქაც. ხო და იმისთვის რომ ასე ვთქვათ, დავძრათ ეს პროცესი ადგილიდან, ანუ აი ამ მარყუჟიდან რომ ამოვიდეთ და შევქმნათ ფსიქოლოგიური წინაპირობა იმისა, რომ გავიზარდოთ კარიერულად, ამისთვის ასე ვთქვათ, ჩვენი ძველი წარმოდგენა საკუთარი თავის შესახებ ცოტა უნდა მოვასუსტოთ. თუ შეიძლება დავსვათ კომენტარებში პლუსი იმ ადამიანებმა, ვისთვისაც აქტუალურია, ასე ვთქვათ, კარიერული ზრდა, ხო? იმიტომ რომ დღეს ამ ეთერის ბოლოსკენ მინდა გაგიზიაროთ ერთი სავარჯიშო საინტერესო, რომელიც მოგცემს საშუალებას საკმაოდ მარტივად გადააპროგრამოთ საკუთარი თავის ხატი ისეთნაირად, რომ მან მოგცეთ საშუალება, რომ ასე ვთქვათ, გააკეთოთ შემდეგი საფეხურის შედეგიანობა თქვენს კარიერაში. თუ შეიძლება დაფიქრდით და კომენტარებში თუ დაწერთ ხომ თლად კარგი. დაფიქრდით რაზე? მაგალითად, ისეთი რაღაცა ვთქვათ. როგორ ადამიანად გრძნობთ თავს, აი, შინაგანი შეგრძნებების მიხედვით, ხო, ეს ერთ თავის სახელი რო გამოვიღო. როგორი ვარ, როდესაც ვაკეთებ იმას, რაც გამომდის ყველაზე კარგად. ხო? აი, როდესაც ხართ თქვენი ნიჭიერების, შემოქმედებითობის, მიზანდასახულობის, წარმატებულობის, ეფექტურობის პიკზე, ამ დროს როგორი ხართ? ხო? აი ეს ერთ თავის სახელი რო დავწეროთ. აქ შეგიძლიათ გაიხსენოთ ის მომენტები, როდესაც ამ საქმიანობაში ხართ ჩართული, რომელიც გამოგდით გადასარევად, აი თქვენ პროფესიაში რა გამოგდით ყველაზე კარგად, ხო? აი გაიხსენეთ ბოლო მომენტები, როდესაც ამას აკეთებდით, ასე ვთქვათ, წარმატებით. და მიაქციეთ ყურადღება, როგორ ადამიანად გრძნობთ თავს, როგორ ადამიანად აღიქვავთ თავს. მშვენიერი. ახლა მოდი გავიაზროთ. აი როდესაც ფიქრობთ იმ პოზიციაზე, იმ მომავალ როლზე, იმ კარიერულ მიზანზე, რომელიც გსურთ, ასე ვთქვათ, რომ მიაღწიოთ, ერთიდან 10-მდე. რამდენად გრძნობთ თავს, თავდაჯერებულად, ბედნიერად სავსეთ, ანუ ასე ვთქვათ, რომ უყურებთ იმ პოზიციას, ხო? რამდენად გრძნობთ ერთიდან 10-მდე თავს იმ ადამიანად, რომელსაც აი იქ ყველაფერი გამოუვა ესევე უკეთესად, როგორც ასე ვთქვათ, ამას აკეთებდით მანამდე. არ ვიცი რამდენად გასაგებად თქვი, მაგრამ ვეცადე.
მაგალითად მინდა შემდეგი პოზიცია, ხო? და როდესაც კარგად ვაკეთებ რაღაცას, როდესაც კარგად გავამდის რაღაცა, თავს გზნობ თავდაჯერებულად. აი იმ ახალ პოზიციაზე რო ვფიქრობ, რამდენად გრძნობ თავს თავდაჯერებულად, აი იმ ახალ პოზიციაში აქედან რო ვფიქრობ იქით. თუ ეს მაჩვენებელი არის 8-ზე დაბლა, ხო? ესე იგი, უნდა დავუსვათ უბრალოდ საკუთარ თავს ძალიან მარტივი კითხვა. რა მაკლია? ან რა უნდა ვისწავლო, ასე ვთქვათ, რა უნდა შევცვალო საკუთარ თავში, ან რა უნდა შევქმნა საკუთარ თავში, ან რისიკეთება უნდა შევწყვიტო საერთოდ. ანუ რა ცვლილებები უნდა განვახორციელო იმისთვის, რომ აი იმ ახალ პოზიციაზე ვიგრძნო მეტი, ამ შემთხვევაში მაგალითში ავიღეთ თავდაჯერებულობა, ხო და ისე აი ის თვისება, რომელიც აქ გაქვთ უკვე, აქ დაამჟამად, როდესაც რაღაცას აკეთებ ძალიან კარგი. ეს პირველი. უბრალოდ გაიაზრეთ, ასე ვთქვათ, რა ცვლილებები გაქვთ, რა სამუშაო გაქვთ ჩასატარებელი საკუთარ თავზე. მეორე მომენტი. როგორ ადამიანად გრძნობთ თავს, როდესაც აკეთებთ იმას, რაც ძალიან მოგწონთ. აი, წინა შეკითხვა იყო, რაც გამოგდით, ხო და ამ შემთხვევაში რაც აი ძალიან კარგად გამოგდით კი არა, აი მოგწონთ პირდაპირ, სიამოვნებას ღებულობთ ამ დროს. აი, როდესაც რაღაცას აკეთებთ სიამოვნებით და ამავდროულად იგულისხმება, რომ გამოგდით წარმატებით, ხო ეს გქონდა. აი, ესეთ მომენტებში როგორი ხართ? ისევ ზეცერთავ სახელს ვიყენებთ. როგორი ვარ? ლაღად და ბედნიერად ეს არის ზმნის ზედა. ლაღი და ბედნიერი იქნებოდა სავარაუდოდ ზეცერთავის სახელი. ოკეი, ეხლა დაფიქრდით აი ახალ პოზიციაზე, თქვენს კარიერულ მიზანზე, იმაზე რომ ფიქრობთ, ასე ვთქვათ, გაზომეთ, აბა, 1-დან 10-მდე. ასე ვთქვათ, რამდენად გრძნობთ, რომ აი იქაც შეძლებთ. იყოთ ისეთი, როგორიც ხართ მაშინ, როდესაც რაღაცას აკეთებთ სიამოვნებით, ხო? აი აქ რა მაჩვენებელი გაქვთ? ძალიან კარგი. ძალიან კარგი. თუ ეს მაჩვენებელია 8-ზე დაბლა, დაფიქრდით, რა ცვლილებები გაქვთ განსახორციელებელი საკუთარ თავში, მოქმედებებში, აზროვნებაში, ემოციურ მხარეში, იმისთვის, რომ, ასე ვთქვათ, აი მიზნობრივ პოზიციაზე, მიზნობრივ პირობებზე ფიქრისას, გქონდეთ იმის თქმის საშუალება, რომ იქაც აი ზუსტად ასე ვიგრძნობ თავს, ბედნიერად იქნება თუ სავსედ იქნება თუ რაც არის, მოკლედ ეგ არის. ახლა მოდი დავფიქრდეთ ეს რაღაცაზე. წარმოიდგინეთ, აი არაფრის რომ არ გეშინოდეთ, არაფერი არ გემუქრებოდეთ იმ ახალ პოზიციაზე, ხო? ასე ვთქვათ, როგორ იქნებოდეთ? აი იმ კარიერულ მიზანში შემდეგ საფეხურზე არაფერი არ გაშინებდეთ, თავს მიცემდით საშუალებას, რომ ყოფილიყავით როგორი. ახლა გარისკეთ და 1-დან 10-მდე შეაფასეთ. აი თქვენთვის სასურველ პოზიციაზე, რამდენად შეძლებთ იყოთ აი ასეთი, ხო?
რამდენად მოგცემთ საშუალებას, ასე ვთქვათ, ის ახალი პოზიცია, რომ თქვენ იყოთ თქვენ, ანუ შეინარჩუნოთ თქვენი ბუნებრიობა. Ესეთი მომენტია, როდესაც ახალ როლს ითვისებ რაღაცას, ხო? ახალ როლში შედიხარ, თუნდაც პროფესიულ როლში. ამ შემთხვევაში უნდა გამოვრიცხოთ კონფლიქტი ჩემს რაობას, ჩემს არსებას და როლის მოთხოვნებს შორის. მაგალითად, მე ვარ ბუნებრივად სპონტანური ადამიანი, როლი ითხოვს ჩემგან დისციპლინირებულობას, ხო? ამ შემთხვევაში და როდესაც ვფიქრობ ამაზე, რამდენად შევძლებ მე აი იმ როლის პირობებში, სადაც არის საჭირო მე ვიყო დისციპლინირებული, ასე ვთქვათ, შევინარჩუნო აი ამ სპონტანურობით შექმნილი ის შინაგანი ბონუსები, რაც მაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ოკეი. თუ შეიძლება ორი სიტყვით, აი ისინი ვინც მისმენთ თავიდან აქამდე, ხო? აი ეს გააზრება, რაც ახლა გავაკეთეთ. რამდენად სასარგებლოა თქვენთვის? ანუ რას მიხვდით? შეგიძლიათ დასკვნა გააკვეთოთ იმის შესახებ, თუ რა იქნებოდა თქვენთვის, აი ის ცვლილებები, რა უნდა შეცვალოთ საკუთარ თავში, ისეთი, არა უნდა შექმნათ საკუთარ თავში ისეთი, რომ გამოგივიდეთ აი ეს კარიერული ზრდა. გასაგებია. ამ მომენტამდე რამე შეკითხვა ხომ არ გვაქვს? კაი კომენტარი უბრალოდ უნდა მომინდეს, იმისთვის რომ უბრალოდ მოგინდეთ, რა უნდა შეცვალოთ საკუთარ თავში. აქამდე რატომ არ მოგინდათ? ოკეი. ახლა მინდა განვიხილოთ ორი სავარჯიშო. ორი სავარჯიშო, რომელიც მოგცემთ საშუალებას, მათ სისტემატიური გამოყენების შემთხვევაში დააჩქაროთ თქვენი კარიერული ზრდა. თან ძალიან მარტივად. მაგრამ სანამ ამას მოგიყვებით, მინდა გითხრათ, რომ 23 თებერვალს ვიწყებთ ტრენინგს NLP და ხელოვნების ლაბორატორიაში, რომელსაც ქვია Swish pattern-ი. ეს არის კონკრეტული ინსტრუმენტი, NLP-ის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, რომელსაც ქვია Swish pattern-ი. ესეთ უცნაური დასახელება აქვს. ამ ინსტრუმენტის მეშვეობით შეგვიძლია ვცვალოთ საკუთარი აზროვნება, საკუთარი ემოციური რეაქციები, საკუთარი ჩვევები, საკუთარი მოქმედებები, საკუთარი შემოქმედებითობის დონე, სტრესგამძლეობა. გარდა ამისა, შეგვიძლია ყველაფერი ეს, ასე ვთქვათ, გამოვიყენოთ სხვა ადამიანის მიმართაც. როგორც ფორმალური კონსულტირების პროცესში, რაც მაგალითად სასარგებლოა კოუჩებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, ასევე ჩვეულებრივ საუბრებში, მაგალითად ხართ team leader-ი, გუნდის ხელმძღვანელი, ხო? ან რამენაირად, ასე ვთქვათ, ცდილობთ, რომ თქვენმა თანამშრომლებმა ან სწრაფი ადაპტაცია გაიარონ ახალ პირობებთან, ან მეტი თავდაჯერებულობა გაჩნდეს მათში, ან აზროვნება შეეცვალოთ. მოკლედ, ხედავთ, რომ იმისთვის, რომ თქვენთან მომუშავე ადამიანებმა თქვენთან ერთად, ხო, შეძლონ იმ გამოწვევების გამკლავება, იმ სამუშაო ამოცანების შესრულება, რაც მათ ავალიათ, ხო? აი, ხვდებით, რომ ფსიქოლოგიურად ვერ ეწევიან. აი, როგორ შეიძლება დავეხმაროთ ამ ადამიანებს, სანამ ერთად ვსვავთ ყავას, მაგალითად შესვენების დროს.
20 წუთში, 9 საათში, ხო? როგორ შეიძლება ასე ვთქვათ, ესეთი ცვლილებები განვახორციელოთ? Ну, გარდა პროფესიული კონტექსტის, ხო, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში. დაწვრილებით ამ პროგრამის აღწერა დევს აი ამ page-ზე, ჩემთან. ასევე ეთერი რომ დამთავრდება, კომენტარებში გაგიზიარებთ ბმულს, საიდან შეგიძლიათ, ასე ვთქვათ, ნახოთ, გაიცნოთ პროგრამას. ეს იქნება 4 შეხვედრა, ონლაინ შეხვედრები, ასე ვთქვათ, სადაც ბევრს ვივარჯიშებთ და ვისწავლით ამ ინსტრუმენტს საფუძვლიანად, იმიტომ რომ NLP-ის ტრენინგებზე ძალიან ხშირად coaching-ის ტრენინგებზე ძალიან ხშირად გვაძლევენ ერთ რაღაცა ინსტრუმენტს და გვიჩვენებენ მისი გამოყენების ერთ ხერხს. მე მინდა გიჩვენოთ ამ ერთი ინსტრუმენტის გამოყენების 20 ხერხი. თან ერთმანეთის მსგავსი და ერთი კატეგორიიდან ამოღებული არა, დიამეტრალურად განსხვავებული კონტექსტებიდან. თუ ასე ვთქვათ, ფიქრობთ, რომ გჭირდებათ ინტენსიური განვითარება საკუთარი თავის, თუ რამენაირად ეხმარებით სხვა ადამიანებს ფორმალურად ან არაფორმალურად, ხართ კოუჩი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, ან ხელმძღვანელობთ ადამიანებს, ხო? ან მაგალითად HR ხართ და პირდაპირ გაბარიათ ადამიანების ადაპტაცია. და არა მარტო ადაპტაცია, ასე ვთქვათ, მათი განვითარება, მათი დახმარება, ფორმალური კოუჩინგი სახე ექნება ამას თუ არაფორმალური კოუჩინგის სახე სამუშაო ადგილზე თუნდაც, ხო? ან სპორტსმენი ხართ და გსურთ, ასე ვთქვათ, საკუთარი თავი, საკუთარი აზროვნება ისე მომართოთ, რომ ჯერთი შეხვიდეთ ძალიან ინტენსიურ შინაგან მდგომარეობებში, სადაც მაღალ შედეგიანობას აჩვენებთ, მეორე მაგალითად, ხანდახან როგორ ხდება იცი? ვარჯიშზე კარგ შედეგს აჩვენებს სპორტსმენი, გავიდა შეჯიბრებაზე და იქ ეს გულშემატკივრები, სტრესი, ტელეკამერები, ყველაფერი და ტვინი ერევა და კარგავს იმ შედეგიანობას, ხო, რაღაც პროცენტით ეცემა. ამ შემთხვევაში იქნება ძალიან სასარგებლო და კიდევ ბევრ სხვა შემთხვევაში, სადაც გსურთ გავლენა მოახდინოთ, სწრაფი გავლენა მოახდინოთ საკუთარ თავზე ან სხვა ადამიანზე, ხო? ისეთი გავლენა, რომელიც უბრალოდ კი აი ხლა მე ვიცი რა შეა ჩემი პრობლემა და რაღაც ესეთი მომენტები არა, ისეთი ზეგავლენა, რომელიც მაშინვე ცვლის თქვენს რეაქციებს, ქცევას, ან სხვის რეაქციას და სხვის ქცევას. შესაბამისად შეგიძლიათ ამას გაეცნოთ. ეხლა კი მინდა გავაკეთოთ ერთ საინტერესო სავარჯიშო. თუ ეს არის შესაძლებელი იქ სადაც ხართ, თუ შეიძლება თვალი დახუჭეთ. მოდი გავაკეთოთ ცოტა ღრმა შესუნთქვა. გამოუშვით ჰაერი. კიდევ ერთხელ. და კიდევ ერთხელ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინ დგას თქვენი გაუმჯობესებული ვერსია, რომლისთვისაც ამ ახალი პოზიციის მიღება, ახალი კარიერული მიზნის მიღწევა, რომლისთვისაც ამ შედეგის დადება არის უმარტივესი და აბსოლუტურად ბუნებრივი რამ. და წარმოიდგინეთ, როგორ გამოვიყურები, როდესაც აბსოლუტურად მზად ვარ ამ პოზიციისთვის, შინაგანად ვარ მზად, აბსოლუტურად გახსნილი ვარ ამ შედეგის მიმართ. ხო? აი როგორი სახის გამომეტყველება აქვს იმ თქვენ გაუმჯობესებულ ვერსიას. როგორ ჟღერს მისი ხმა, როგორ ურთიერთობს სხვა ადამიანებთან, როგორ მოძრაობს. მოისმინეთ, აი მისი ხმის ჟღერადობა როგორია. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ მიუახლოვდით და ესე დაადეთ ხელი. წარმოიდგინეთ, რომ გრძნობთ მისი სხეულის ტემპერატურას, ან მისი ტანსაცმლის ფაქტურას მაგალითად. შემდეგ აიღეთ და შეაბიჯეთ ამ საკუთარ გაუმჯობესებულ ვერსიაში. პირდაპირ შედით იქ და როგორც ახალი ტანსაცმელი მოიზომე. და მიაქციეთ ყურადღება, როგორ შეგეცვალათ შინაგანი განწყობა,
ემოციური მდგომარეობა და ახლა ცოტა ხანი იოცნებეთ იმაზე, რა ცვლილებები მოხდება თქვენ ცხოვრებაში, როდესაც თქვენი კარიერა გახდება უფრო წარმატებული. აქტიურად იოცნებეთ. გაიაზრეთ, რა იქნება თქვენს ცხოვრებაში სხვანაირად, როგორ შეიცვლება მომავალი. მშვენიერი. გაახილეთ თვალი და შეიძლება დამიწერეთ თქვენი თავისდილებები ამ სავარჯიშოს შესახებ, ხო? როგორი იყო? აი ამ სავარჯიშოთი დაიწყეთ თუ შეიძლება დღე. სანამ სამუშაოდ წახვალთ, ან სანამ შეუდგებით მუშაობას, აი ამ სავარჯიშოს ვაკეთებთ. წარმოვიდგენთ საკუთარი თავის გაუმჯობესებულ ვერსიას, შეძლებ დაგვარად დეტალურად შევდივართ შიგნით, გრძნობთ ამას ყველაფერს და ცოტა ხანი ვოცნებობთ იმაზე, თუ ასე ვთქვათ, რა პოზიტიური ცვლილებები მოყვება კარიერულ ზრდას. ეს ერთი. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი. ეს პირველი სავარჯიშო. ტვინისთვის, ასე ვთქვათ. ეხლა მეორე სავარჯიშო სხეულისთვის. ტაიმერი აიღეთ, ჩვეულებრივად ტელეფონში ტაიმერი დააყენეთ 2 წუთით. 2 წუთის განმავლობაში დაჯექით ან დადექით ისე, აი გეგონება 1 საათის წინ მოაწერეს ხელი თქვენს დაწინაურებას. ან თქვენ მოაწერეთ ხელი კონტრაქტს, ხო? აი წარმოიდგინეთ, რომ ეს მოხდა, აი ფიზიკურად ისე დაჯექით ან დადექით. 2 წუთით, არც მეტი, არც ნაკლები. სასურველია სამუშაო დღის დაწყების წინ. და, შემდეგ წაიდეთ და იმუშავეთ. ორი მომენტია. ერთი არის ვცვლით აზროვნებას, საკუთარი თავის ხატს. მეორე, იმისთვის, რომ ასეთი ხატი, საკუთარი თავის ხატი, ახალი, დამაგრდეს, ასე ვთქვათ, სწრაფად, ხო? ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ფიზიკურ მდგომარეობას სხეულის. მაგალითად, ძალიან სწრაფად რომ მიდიხარ, ძალიან სწრაფად რომ მირბიხარ უბრალოდ. აი ამ მომენტში ხო შეუძლებელია იგრძნო სევდა, ხო? ლიწინით რომ გარბიხარ სადღაც. შესაბამისად, თუ სხეულის ისეთი მდგომარეობა დაიკავე 2 წუთით, რომ აი გეგონება ესა მიიღე დაწინაურება, ან მიაღწიე შენს კარიერულ მიზანს, ან პრომოუშენს, ან კონტრაქტს მოაწერე ხელი, ან მეტი ხელფასი მიიღე, ხო? ასე ვთქვათ, ამ სხეულის მდგომარეობაში ის ძველი ხატი საკუთარი თავის უბრალოდ ვერ მოდის გონებაში. შეიძლება კი გაგახსენდეს, რომ სადღაც იყო, მაგრამ შენზე ვეღარ მოქმედებს. აი, ერთიც და მეორეც, ერთ სავარჯიშოს უნდა 1 წუთი, მეორეს 2 წუთი. დღეში 3 წუთი, აი ამით დაიწყეთ, ასე ვთქვათ, დღე, სანამ შეუდგებით თქვენი პროფესიული ფუნქციების შესრულებას, ან სანამ ასე ვთქვათ, წახვალთ სამსახურში. ეს არის და ეს. მე შემიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკო, ასე ვთქვათ, იმ თეორიებზე, რომელიც ამის უკან დგას, მაგრამ მირჩევნია მოგცეთ პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც თქვენი ცხოვრების გამოცდილების, ასე ვთქვათ, ფაქტებზე გიჩვენებთ, რამდენად სწრაფი, იოლი და მარტივი შეიძლება იყოს სასურველი ცვლილებები. თუ გვაქვს რაიმე შეკითხვა, გისმენთ. თუ შეკითხვა არ გვაქვს, ერთიანათამდე რამდენად აქტუალური იყო თქვენთვის ეს ინფორმაცია. შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს ვიწყებთ switch pattern-ის ტრენინგს და ამისთვის უნდა მოგწეროთ აი აქ პირადში, ამ page-ის პირადში.
თუ არ გაქვთ ეს page-ი გამოწერილი, გამოიწერეთ, იმიტომ რომ უკვე დევს ამ გვერდზე ძალიან ბევრი სუფთა პრაქტიკული სავარჯიშოები და ინფორმაცია, რომელიც მოგცემს საშუალებას თქვენივე, ასე ვთქვათ, ძალებით იმუშაოთ საკუთარ თავზე და გააუმჯობესოთ ცხოვრება. რამდენი დღე უნდა აკეთოთ? მინიმუმ 1 კვირა, ისე 3 კვირას თუ გააკეთებთ, კარგი იქნება. ტრენინგი, ვისაც გაინტერესებთ, ყველამ მომწერეთ პირადში. იმიტომ რომ ასეთი ტრენინგი არც მე გამიგეთებია და არც სხვაგან მინახია ვინმე აკეთებდეს, იმიტომ რომ ამ დიდ პროგრამებში გაძლევენ ერთ ინსტრუმენტს და ასე ვთქვათ, მისი გამოყენების მთელი ზღვა შესაძლებლობები ხო რჩება რაღაცა ყურადღების მიღმა. შესაბამისად ძალიან მაგარი ტრენინგი გამოვა. და სხვა შორის არა აქვს მნიშვნელობა რამენაირი განათლება გააქვს ფსიქოლოგიაში თუ არა. ნებისმიერი ადამიანისთვის არის, ვისაც სურს საკუთარ თავზე მუშაობის გაეფექტურება. აგერ ბმულიც ჩავაგდე კომენტარებში, საიდან შეგიძლიათ ნახოთ პროგრამა. დგომის ნაცვლად ცეკვა შეიძლება? ალბათ შეიძლება, რატომაც არა. თავარია სხეულის ისეთი მდგომარეობა დაიკავოთ, ასე ვთქვათ, რომელიც გექნებათ მაშინ, როდესაც ხართ უკვე ამ შედეგში. თუ ახალი კომპანიის დაარსება გვინდა და იქ რომ წარმოვიდგინოთ თავი მუშაობს ეს ტექნიკები, სავარაუდოდ კი, რატომაც არა. ასეთი შემთხვევებისთვის მაქვს პირადი კოუჩინგი, რომელიც ასევე გადასარევად მუშაობს. პირადი კონსულტაციის ფორმატი. ამ სავარჯიშოს კეთების დროს კითხვა მიშდება, რომ საკმარისად კომპეტენტური არ ვარ. კარგია, რომ ესეთი კითხვა ჩნდება. მაშინ უნდა დავსვათ შეკითხვა, საიდან ვიცი, რომ არ ვარ საკმარისად კომპეტენტური, რას ვეყრდნობი, რას ვადარებ თავს, ვისთან შედარებით არ ვარ საკმარისად კომპეტენტური, ან რასთან შედარებით არ ვარ. მივაქციოთ ყურადღება, რა კომპეტენციები გვაკლია და შემდეგ გავიაზროთ ჩვენი არსებული გამოცდილებით და სკილებით და კომპეტენციებით შემიძლია ამის კომპენსირება, თუ უნდა წავიდე და ვისწავლო, ან შევიძინო, ასე ვთქვათ, ეს გამოცდილება. ეს შეკითხვა რო ჩდება, კარგია, გიჩვენებთ, ასე ვთქვათ, განვითარების შესაძლებლობას ადგავს. კეთილი. Всё, ამოწურეთ შეკითხვები თუ არ გვაქვს, მაშინ პრინციპში შეგვიძლია დავასრულოთ აქ. შეგიძლიათ შემდეგ კიდევ ერთხელ ნახოთ ეს ლაივი იმისთვის, რომ რაღაცებს უკეთესად მიხვდეთ. გარდა უკეთესად მიხვედრისა, ესეთი ლაივების დროს, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია ხორციელდება როგორც ცნობიერთან, ისე ქვეცნობიერთან და შესაძლებელია მეორედ მოსმენის დროს თქვენმა ქვეცნობიერმა კიდევ უფრო კარგად აღიქვას რაღაცეები. აბა მაშინ დავემშვიდობოთ აქ ერთმანეთს. ვინც ასე ვთქვათ, ვისაც გსურთ ვიშის ტრენინგი პროგრამა ან ჩემს page-ზე ან აგერ ჩავდე კომენტარებში ლინკი და გელოდებით. მომავალ შეხვედრამდე.